მოგესალმებით რუსთავი 2-ზეც და რადიო ფორტუნაზეც დამეთანხმეთ ურიგო არ იქნებოდა საახალწლოდ ბინა რამდენიმე ასეულ ლარად რომ გეყიდათ. თქვენ იტყვით რომ ეს აბსურდია და ნაწილობრივ დაგეთანხმებით კიდეც, თუმცა გეტყვით რომ თეორიულად ეს სავსებით შესაძლებელია. აღსრულების ბიურო ქონებას უკვე ნულოვან აუქციონზე წყიდის და თუ თქვენი ვთქვათ 500 ლარიანი ფსონი ამა თუ იმ ბინაზე ერთადერთი აღმოჩნდა, ბინაც თქვენი გახდება. ერთი ასეთი აუქციონი ინტერნეტში სულ რამდენიმე საათში დასრულდება, ნახეთ როგორც ცადოთ იქ თქვენი ბედი. ვარკეთილში ეს 60-ოთახიანი ბინა 470 ლარად იყიდება. აღსრულების ბიუროს გადაცემული უძრავი ქონება ონლაინ აუქციონზე დევს. ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე 2 საათი რჩება. მეპატრონე ის გახდება, ვინც უფრო მაღალ ფასს ყველაზე ბოლოს დააფიქსირებს. უძრავი ქონება, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს საიტზე დევს, მართალია ნულოვანი აუქციონის ფორმით იყიდება, მაგრამ თუ კარგად დაათვალიერებთ ამ ბინის ქონებრივ მახასიათებლებს, ნახავთ რომ ეს არის დატვირთული გარდამავალი იპოთეკის უფლებით და მის ახალ მეპატრონეს აქ დაფიქსირებულ ფასთან ერთად მოუწევს კიდევ 10,000 ევროს გადახდა. ქონებრივი ვალდებულებების მიუხედავად ინტერნეტ აუქციონზე გატანილი ბინები ადვილად იყიდება. აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, რომ ვალების გადახდის მიუხედავად ყიდველი ხშირ შემთხვევაში მაინც მოგებული რჩება. ჩვენ ვიდრე ამ ქონებას განვათავსებთ აუქციონზე, ჩვენ მაქსიმალურად ვიძიებთ ყველანაირ ინფორმაციას და ის ინფორმაცია, რაც საიტზე და ნივთის შესახებ არის სრულყოფილი და სრულფასოვანი და არ შეიძლება რომ შეცდომაში შევიდეს მომხმარებელი, ეს გამორიცხულია იმ თავითვე. ასეთი ქონებებით გაუყიდავი ნამდვილად არ რჩება შესაბამის ფასად. 2011 წლის განმავლობაში აღსრულების ბიუროს ონლაინ აუქციონზე 1500-ზე მეტი უძრავი ქონება გაიყიდა. მოძრავი ქონებიდან სატრანსპორტო საშუალებები ლიდერობს. საყოფაცხოვრებო ნივთებზე მოთხოვნამ კი 3000 ერთეულს გადააჭარბა. ახალი წლიდან აღსრულების ბიურო აუქციონის წესებს შეცვლის. 5000 ლარამდე ღირებულების ნივთებზე ვაჭრობა 0 ლარიდან დაიწყება. მოიხსნება განმეორებითი აუქციონის მცნებაც და ყველა დარჩენილი ბინის საწყისი ფასი ასევე 0 ლარი იქნება.